მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა ვინც დღეს მოგბრძანდით, თუმცა რა თქმა უნდა უჯობესია კი არა აუცილებელია რომ ხალხი ბევრად მეტი გამოდიოდეს იმ ყველაფრის გასაპროტესტებლად ისთვისაც დღეს ჩვენ შევიკრივეთ. ვინაიდან იმის იმედად ყოფნა რომ რაღაცა მეგვეთ სამივლის და არ შემეხება არის ყველაზე დიდი სიბეცე და შეიძლება ითქვას რომ თანამოძმის ღალატია ასეთ შემთხვევაში. ვინაიდან დღეს ჩვენ ყველა ერთ ნავშის ხედავთ და თუ ნავი იძირება უნდა ვეცადოთ რომ ეს ნავი ყველა ერთად გადავარჩინოთ ან ყველა ერთად გადავრჩეთ. დღეს არ შეიძლება და თუმცა ამას ცდილობენ დღიდან ამ პანდემიის დაწყებისა სულ ამას ცდილობენ რომ ადამიანები დაყრონ. ჯერ იყო და შანშან მთელი წლის განმავლობაში იყო თავარი საკითხი, უნდა გვეკეთოს თუ არა პირბადე, გვიცავს თუ არა პირბადე. და ამას შეელია მთელი საზოგადოების აი ენერგიის ალბათ 90% ამაზე მსჯელობას. ვიდრე არ შემოვიდა ვაქცინა. და თანაც როგორ არის აი ტაქტიკურად ისეთნაირად გათვალეს, ისეთნაირად მოგვიტანეს ეს ვაქცინა, მხსნელი ვაქცინები, რომ აი როგორც მოწყურებულ ადამიანს წყალს რომ მიაწვდი, ან მოშიებულ ადამიანს ფულს რომ გადაუგდებ, მაგრამ ამავე დროს ის პური არის მოწამლული. მაგრამ ის ადამიანი აღარ ფიქრობს, იმენად მოშიებული და იმენად მოწყურებულია, რომ მზად არის ეს გაწვდენილი შხამი მიიღოს. არ აინტერესებს ის რითი არის მოზელილი ის პური ან მასში რა არის. აი ზუსტად ამ ტაქტიკით იმუშავეს და საზოგადოება მიიყვანეს იმ კონდიციამდე, რომ არც კი გისმენენ. აი გუშინ წინ, როდესაც ვიდექით ჩვენ განათლების სამინისტროს შენობასთან, თავდაპირველად იქ მოვიდნენ ჟურნალისტები. სხვადასხვა არხის ჟურნალისტები ახალგაზრდა გოგობიჭები იყვნენ. გაიკითხეს, გამოიკითხეს რა ხდებაო, ვინ არიანო, ჩვენო ინფორმაცია გვაქვს, რომ მასწავლებლები აპროტესტებენ რაღაცასო და მე ვუთხარი ჩვენ სხვა თემაზე ვართ აქ მოსულები. რა თემაზე ვარ და მე ვუთხარი ჩვენ ვაპროტესტებთ ძალადობრივ ვაქცინაციას. აი უნდა გენახათ მათი შეშინებული თვალები. როდესაც მე მათ დავუწყე და ვცადე ამეხსნა, რატო ვაპროტესტებთ. რა ინფორმაციას ვცდილობთ რომ გადავცეთ საზოგადოებას. მე ეჭვი გამიჩნდა, რომ მათ რაღაც დოკუმენტი აქვს ხელი მოწერილი, რომ არც კი უნდა მოისმინონ ეგრეთ წოდებული ანტივაქსერების ინფორმაცია, თორე შეიძლება დახვიდონ. იმდენად შეშინებულები გარებოდნენ, იმდენად აი არ უნდათ ამ ყველაფრის მოსმენა, რომ მე უბრალოდ სხვა ახსნას ვერ უძებნი გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს რაღაცა პანიკური შიში აქვთ სიმართლის გაგების. ძალიან ბევრი პრაქტიკულად ყველა მითხრა აცრილია ჟურნალისტების კორპუსი. და ერთ-ერთი იყო ახალგაზრდა გოგონა, ფეხმძიმე. გაოგნებული ვიყავი. რატო აიცერი მეთქი, უბრალოდ აი მიზეზი რა იყო? იყავი ავად თუ აი რა მიზეზი იყო? პასუხია რომ გადარჩენის ერთადერთი გზა არის ვაქცინა. კითხვა დაუსვი. შეგიძლია მითხრა გასულ წელს მთელი წლის განმავლობაში რამდენი შტამი იყო? რამდენი შტამი გავრცელდა დედამიწაზე? დაფიქრდა. ვერ გაიხსენა და მე შევახსენე ერთადერთი შტამი. და რამდენი შტამი გავრცელდა აი ამ 8 თვის განმავლობაში, რაც ვაქცინაცია დაიწყო მეთქი. უკვე თვალს ვეღარ აუდიან, რომელი შტამია, ალფა, ბეტა, გამა, დელტა. დელტა მოვინელეთ, ახლა მიაუზე გადავედით, მიუზე გადავედით. სამ მიყვებიან ესე. კი, მაგრამ რა შეიცვალა მეთქი, ვეკითხები, რა შეიცვალა ისეთი დედამიწაზე, რომ შანშან თელტის განმავლობაში ერთადერთი შტამი იყო და უეცრად ამდენი შტამი ერთად გაჩნდა. ერთადერთი რამ შეიცვალა. დაიწყო მასობრივი ვაქცინაცია. აი ზუსტად ამ მასობრივი ვაქცინაციის კვალდაკვალ მოხდა ახალი შტამების, ეგრეთ წოდებული შტამების გავრცელება. თუმცა აქაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია ეს უნებრივად წარმოიშობენ შტამები თუ გეგმაზონიერად ხდება მათი გაშვება გარემოში კონტროლირებადი გზით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ვინაიდან ასეთ მარტივ სტატისტიკას გეტყვით. 29 არა უკაცრავად ზუსტად 3 დღის წინათ შევედი
ესეთი საიტი არის worldmeters.com, სადაც მსოფლიოს სტატისტიკა გროვდება. ყველა მიმართულებით და პირველი რა თქმა უნდა COVID სტატისტიკაა. აი ზუსტად 3 დღის უკანდელი მონაცემებით დედამიწაზე დაახლოებით 225 მილიონი ადამიანი მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო ინფიცირებული. ამაში შედიან როგორც უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანები, ასევე გარდაცვლილები. გარდაცვლილთა რაოდენობა იყო დაახლოებით 4.600.000 მათი სტატისტიკით. რამდენი იყო იმავე დღეს New York Times-ის სპეციალური რუბრიკის ქვეშ, რომელიც ეხება ვაქცინაციას, თქვენი აზრით ვაქცინირებული მაგ მომენტისთვის დედამიწაზე 5.600.000 ადამიანი. კარგად დაუფიქრდით რიცხვებს. 225 ინფიცირებული. აქედან 220 დაახლოებით გამოჯანმრთელებული, 220 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელებული. დანარჩენი 7.900.000 ადამიანი არის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით დედამიწაზე მაცხოვრებელი. და ამ 225 მილიონი ინფიცირებულის გამო აცრეს დღის მდგომარეობით, უზოთ 3 დღის სიამოვნებით მდგომარეობით 5.600.000 ადამიანი. რომელთაც ამ ხნის თუ ელემენტარულად გამოვაკლებთ, ხო? 5.600.000-ს გამოვაკლოთ 225 მილიონი, არჩევათ 5.375.000 ადამიანი, რომელთაც ვირუსი არც კიდევ თვალით არ უნახავთ. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც აცრეს. ეს არის აბსურდი. ეს არის ზუსტად ის, რაზეც ჩვენ საუბრობთ. აცრა და ამაზე საუბრობს 10 ნაკლები საერთაშორისო სავალიდო ფონდის დირექტორი, რომლის ვიდეოც ჩემს გვერდზე, Facebook გვერდზე გავაზიარე და ქალბატონი ამბობს, წელსაც, მომავალ წელსაც ვაქცინაცია ეს არის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც თავის ეფექტურად ბევრ და აღემატება ტრადიციულ ინსტრუმენტებს, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტებს რაც ჩვენ გაგვაჩნია და შესაბამისად მის გარეშე სოფლიო ეკონომიკის ბედი ვერ შეიცვლება ისე როგორც ჩვენ ეს გვინდა. პირდაპირ აცხადებს სოფლიოს სავალუტო ფონდის დირექტორი ქალბატონი. ეს არის პოლიტიკა. კოვიდი ეს არის პოლიტიკური ბრძოლის სიარაღი. თავიდან ვამბობდი მე, ეს არის გამოყენებული იმ ფაშისტური, ფსევდოლიბერალური, სინამდვილეში კი ფაშისტური ძალების მიერ ადამიანების სრული დამორჩილებისთვის. პირველი ეტაპი დამორჩილების გამთად პირბადე ძველ რომში ცნობილია ესეთი აჯანყება, მონების აჯანყება, რომელსაც ნიღბების აიძულებენ, რომ კინის ნიღბები ქონოდათ. მუდმივად ეტარებინათ. მონები ისინი აჯანყდნენ და ბოლოს მათი დადაღვა დაიწყეს. ანუ რო გაერჩიათ მონა იყოს თავისუფალი ადამიანი, მონებს სპეციალურ დამღას უკეთებდნენ. თუმცა აჯანყებამ თავის შედეგი გამოიღო და მონებს მოხსნეს ეს რკინის ნიღბები. დღეს ადამიანები, აი გახსოვთ რეგულაციები რო გაუქმდა, თავისი ნებით აღარ იხსნიდნენ პირვადეს. ეს ადამიანების ცხოვრების, ყოფიერების ნაწილი გახდა. ელემენტარულად ხელზე რო უკეთი ადამიანს ბეჭედი, დიდი ხნის განმავლობაში რო იხსნის დისკომფორტი აქვს თითის იმ უბანზე, სადაც მუდმივ შეხებაში იყო ის ბეჭედი. და ზუსტად იგივე ეფექტი მოახდინა პირბადემ. მუდმივი ტარების შედეგად სახეზე, სახის ნერვულმა რეცეპტორებმა შემგუებლობა გამოიმუშავეს და ამის გარეშე ადამიანს უკვე დისკომფორტი აქვს. მე ვიცნობ ჯანსაღ სულიად სპორტსმენ ადამიანს, რომელიც ამაყობს იმით, რომ ვარჯიშობს დარბაზში ყოველდღიურად და მან ერთხელ შეხვდა ჩემი სახლის სადარბაზოს წინ და ღამითაც კი არ ვიხსნი მძინავსო პირვადით. მე მართლა ვერ ვხსნი ასეთ ფენომენს, მე ვერ ვხსნი. ეხლა რაც შეეხება ძალადობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით. წეგან ქალბატონმა მანანა მახსენა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა გამოსცა ბრძანება, რითაც აუკრძალა აუცილებლ სტუდენტებს, რომ დაესწრონ პრაქტიკულ მეცადინეობებს. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ თეორიულად, დისტანციურად ანატომიის სწავლა ექიმისგან.
რა შედეგები შეიძლება მოყვეც ამას, როდესაც ეს დაამთავრებს და მიიღებს დიპლომს. ასეთი ექიმი. ეს იქნება კატასტროფა, ხო? მაგრამ გუშინ მე ერთ ჯგუფში, სადაც სტუდენტები არიან გაერთიანებულნი და მეც ერთ-ერთმა მიმიწვია, ნახე ახალი ბრძანება, ანუ მოდიფიცირებული ბრძანება, სადაც უკვე ორი განსხვავებული ალტერნატივაა დაშვებული. თუ კი სტუდენტი არის ვირუს გადატანილი და ბოლო 6 თვის განმავლობაში მოხდა ვირუსის გადატანა, მათ აღარ მოეთხოვებათ ვაქცინაცია და ასევე თუ PCR ტესტებს წარადგენენ 72 საათის განმავლობაში. ამან ერთის მხრივ თითქოს დადებითი შედეგია, მაგრამ მეორე მხრივ აი სტუდენტური წინააღმდეგობის ზალა შეიძლება ჩაკლას. იმიტომ რომ ისინი ვინც უკვე ასე ვთქვათ მოხდნენ დაშვებულთა სიაში, მათ შეიძლება აღარ გამოხატონ პროტესტი და ეს იქნება ძალიან ცუდი. აი ზუსტად აქ გვჭირდება ჩვენ ის შეგნება, ის სამოქალაქო სოლიდარობის გააზრება, რაც ევროპაში და ევროპულ დემოკრატიაში არსებობს და საბედნიეროდ არსებობს ჯერ კიდე. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ევროპაზე და მხოლოდ ზოგიერთ წარმოუდგენია რაღაცა ფეშენებელურ სასტუმროებში დასვენება და შოპინგი. ეს არის ევროპა, იმიტომ რომ კომფორტია ევროპაში და ამიტომ ვისწრაფ თითქოს ევროპისკენ არა ბატონებო, ევროპული ღირებულება ეს არის ზუსტად სოლიდარობა, თანასწორობა და მრავალსახეობა, მრავალფეროვნება, რომელსაც ევროპა განასახიერებს. საფრანგეთში, როდესაც შეუზღუდეს აუცილებლად ადამიანებს რესტორნებში შესვლა, ამის საპასუხოდ ხალხმა რა გააკეთა? პარიზის ცენტრში, სადაც არის რესტორნების დიდი სიუხვე, მათ მაგიდები გადამოიტანეს რესტორნის ტერიტორიიდან ქუჩაში და ისე დასხდნენ. რატო გააკეთეს ეს? იმიტომ რომ პოლიციას აღარ ქონდა უფლება კანონის მიხედვით შეემოწმებინა მისულიყო იმაგიდასთან და შეემოწმებინა ვინ იყო აცლი და ვინ იყო აუცვლელი. ვინაიდან ეს აღარ იყო რესტორნის ტერიტორია. აი ესეთი სოლიდარობის მაგალითები ჩვენთვის უნდა იყოს ჭკუის სასწავლებელი. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ხოლმე ეს ანდაზადო გვაქვს, რომ ძალა ერთობაშიაო და ყოველთვის რატომღაც ამის საპირისპიროს ვაკეთებთ, როდესაც ჩვენ გვეხება საქმე, ჩვენ ქვეყანას ეხება საქმე. სხვების მოგწონს აღტაცებული ცვა და ასაც დაუკრავთ ხოლმე, მაგრამ როდესაც ჩვენ გვჭირდება ერთობა, მაგ დროს რატომღაც ეს ყველაფერი გამიწყდება და ვეღარ ვხედავთ იმ მაგალითებს. ეხლა მე ხელში მიჭირავს დოკუმენტი, რომელიც გახლავთ კლასიკური უბრალოდ ერთ-ერთი მაგალითი, როგორ ხდება ძალადობა სამსახურებში. მე მუშაობ აქამდე, დიდად არ ვაკეთებდი ამის აფიშირებას, მაგრამ ეხლა ვამბობ პირდაპირ. მე მუშაობ კომპანია GMP-ში, GM Pharmaceuticals, რომელიც გახლავთ PSP ჯგუფის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც აწარმოებს მედიკამენტებს. 13 აგვისტოს და ეს იყო საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი სხდომის შემდეგ, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში უნდა შეზღუდულიყო მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება 4 სექტემბრამდე. ესე იგი, ამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება, ტრანსპორტი აღარ იმუშავებდა ქალაქში, რეკომენდაცია გაეწია უცებ სახელმწიფო სტრუქტურებში მაშინ გამოცხადა, რომ დისტანციურ მომსახურებაზე გადადიოდა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ხოლო კერძო სტრუქტურებს, კერძო საწარმოებს შესთავაზეს, გაუწიეს რეკომენდაცია, რომ თანამშრომლები ასევე გადაიყვანონ დისტანციურ მომსახურებაზე, სადაც ეს შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, 13 აგვისტოს ზუსტად აი ამ გადაწყვეტილების შემდეგ გამოიცა ამ კომპანიის გენერალური დირექტორის ოჩა გოგილაშვილის ბრძანება მისი ხელმოწერით, რომელსაც გარკვეული პრეამბულა იურიდიული დასაბუთება წამომძღვარეს და ამყარეს ეს პრეამბულა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონს, ვითაც თურმე ადამიანები ვალდებული ხდებით პანდემიის და ეპიდემიის დროს რომ ავიცრათ, აი ეს დასაბუთებით წამძღვარებული დოკუმენტი
რას გვავალდებულებდა რომ 13 სექტემბრამდე ანუ აი ამ კვირის ორშაბათამდე ყველას უნდა გაგვეკეთებინა მინიმუმ ერთჯერადად აცრა ან 13 სექტემბრიდან მოყოლებული ვალდებული ვიყავით წარგვედგინა ყოველ კვირას 72 საათის წინ გაკეთებული PCR ტესტის პასუხი სხვა შემთხვევაში ჩვენ არ დავუშვებოდით სამსახურში. რატომ ვსვამ ხაზს რომ მხოლოდ ეს ორი შესაძლებლობა იქნა ამ ბრძანებაში გათვალისწინებული. ის რეკომენდაცია რომელიც იქნა გაწეული აი ამ საკოორდინაციო საბჭოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული. მე ცხადია თავიდანვე განაცხადე რომ არანაირად არ გავიკეთებ ვაქცინას და არც PCR ტესტების გაკეთებას არ ვაპირებ ორი გარემოების გამო. პირველი რომ ეს არის დისკრიმინაცია ვინაიდან სამედიცინო და სამეცნიერო თვალსაზრისით ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი, როდესაც მხოლოდ არავაქცინირებულ ადამიანებს თხოვენ PCR ტესტებს, მაშინ როდესაც დოქტორ ფაუჩის ინტერვიუს, რომელიც 2021 წლის 24 ივლისს გადაიცა MSNBC ტელეარხზე და რომელმაც განმარტა თუ რატომ აღადგინა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ვაქცინირებული ადამიანებისთვის მიღების სავალდებულო ტარება დახურულ სივრცეებში, აი მან ბრძანა რომ მონაცემები, რომელიც დელტა შტამის გავრცელების შემდეგ დაგროვდა, ადასტურებს რომ ვაქცინირებული ადამიანების ცხრილ ხალხის მიდამოში იგივე რაოდენობის ვირუსია, რაც არის არავაქცინირებული ადამიანის ცხრილ ხალხში. შესაბამისად, ისინი ისევე ავრცელებენ ვირუსს, როგორც არავაქცინირებული ადამიანები და კიდევ უარესი ეს არის ის ინტერვიუში, რომელიც სხვათა შორის გუშინ გადაუგზავნე ჩემი კომპანიის ხელმძღვანელობას, კიდევ უარესი მათ თავი დაცული გონიათ, ვინაიდან მათ არ უვითარდებათ მძიმე სიმპტომები და ისინი ისე ავრცელებენ ვირუსს, რომ მათ ამის შესახებ არ იციანო. ეს არის დოქტორი ქურემი პანდემიის ზეუსის რა ვიცი ყველანაირი რეგალიები შეგვიძლია მოვარდოთ დოქტორ ენტონი ფაუჩის სიტყვები. ეს არ არის ჩემი მოგონილი. აი ზუსტად იმის გამოძახილი იყო, როდესაც ბატონმა გამყრელიძემ და სხვებმა თქვეს რომ იცით მიუხედავად იმისა თქვენ რომ აცრილები ხართ, მაინც უნდა ატაროთ პირბადე. შეგიძლიათ შებრძანდეთ აი ამ ცხელი ხაზია თუ რაც ქვია კოვიდთან ბრძოლის სახელმწიფო საიტი რო არის. ხო, აი კაც პირდაპირ ჩამონათვალში წერია რა უნდა გავაკეთოთ და ერთ-ერთი იმეორებს იმას, რასაც შავშან გეუბნებოდნენ. უნდა ვატაროთ პირბადე, უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, უნდა დავიბანოთ ხელები და მოკლედ უნდა მოვედიტოთ ერთმანეთს და განსაკუთრებით უნდა მოვედიტოთ თურმე ხალხნაო თავშეკრებს. თუმცა ამის პარალელურად, როდესაც ამას ვიკიშინებს ჯერ ფაუჩი და მე სხვები, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პატივცემულობო, რომელსაც სულ ახალ დაბადების დღე ჰქონდა და 60 წელი შეუსრულდა, სპეციალურად თავის დაბადების დღის აღსანიშნავად ორი უზარმაზარი გადახურული ნაგებობა აგო იმ ასე ვთქვათ მის მამულში, რომელსაც იგი ფლობს და 600 ადამიანი ყავდა მას მიწვეული. და ის ვიდეოები სხვათა შორის გავრცელდა ვიდეოები, სადაც არათუ პირბადი არ უკეთიათ. არამედ ისეთი ახლო დისტანცია მათ შორის ჩახუტებულ, გადაყრანჩხულ, ეგ ამერიკიდან წამოვიდა და ეს სულ ახალ წინადალში იყო თუ სად იყო მოუპასუხე ის უმასპინძლეს ამერიკის დელეგაციას. კი ბატონო, ანუ რა ხდება სინამდვილეში ხდება ხალხის დაცინვა, გამასხარავება. არაფრად აღარ გვქვიან, ყოველგვარი ღირსება შეგვილახოს, ყოველგვარი ადამიანური რაც კი რამ გაგვაჩნდა, ფეხქვეშ გათელეს. ეს უნდა კარგად გავიგოთ. კოვიდ პანდემია ეს არ არის ჯანმრთელობის პრობლემა, ეს არ არის სამედიცინო პრობლემა. ეს არის წმინდა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სოციალური ტრანსფორმაციის ინსტრუმენტი.
ჩვენ აქ დღეს იმიტომ არ შევიკრიბეთ, რომ რაღაც აი მარგინალების რაღაცა ჯგუფი ვართ. არა. ნათქვამია აგერ მამები დაგვემოწვევიან, რომ მრავალნი არიან წვეულნი, მაგრამ მცირედნი რჩეულნი. ყველაზე არაძლევა იმის გააზრების და გაგების საშუალება, რომ რაც ირგვლივ ხდება, უნდა სულიერი თვალითაც დაინახოს, ხოლოდ ხილული ფიზიკური თვალით არ უნდა დაინახოს. აი ზოგადად ეს არის განათლება და არა ის, რომ ბევრი წიგნი აქვს ადამიანს საკითხული და ის საფრთხე, რომელიც მის თვალში იხარშება, შეიძლება ვერასოდეს ვერ დაალაგდეს. ქალბატონ ეკატერინეს გვინდა რომ მიმართოთ. ქალბატონ ეკატერინე, თქვენი განცხადებები აი ჩვენთვის ხან მიუღებელია, ხან გაგვაოცებთ ხოლმე ისეთ განცხადებებს აკეთებთ ხოლმე იგივე ვაქცინაციასთან დაკავშირებით. როდესაც ვაქცინაცია ეს არის არა ძირითადი, არამედ დამხმარე ინსტრუმენტი პანდემიასთან ბრძოლისთვის. ეს ჩვენთვის იყო ძალიან სასიამოვნო გასაგები, ვინაიდან სულად ვეთანხმებით ამას და არა იმიტომ, რომ რაღაც აკვიატება გვაქვს. არამედ ეს ემყარება სამეცნიერო ცოდნას და იმ კვლევებს, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის, მაგრამ რატომღაც ყველა არ კითხულობს. საგანაც ვახსენე, რომ ეშინიათ კიდევაც სიმართლის გაგებას, ესეთი რამე არ მინახავს, რომ ადამიანებს ეშინოდეთ რაღაც ინფორმაციის მოსმენის და გარბიან შეშინებული. არის ამათი ბელგიელი მეცნიერი, რომელსაც ქვია გერტ ვანდერ დოშე, რომელმაც ჯერ კიდე თებერვლის დროში ჩაწერა მიმართვა მსოფლიოს მთავრობების ხელმძღვანელებისადმი და მან თქვა, შეწყვიტეთ, შეაჩერეთ ეს მასობრივი ვაქცინაცია, ვინაიდან ეს გამოიწვევს ახალი რეზისტენტული შტამების გაჩენას, რომელსაც ვერც იმუნური სისტემა დაუმკლავდება და ამას ქვია immunity, ანუ იმუნიტეტისგან გაქცევა. და უფრო მძიმე შედეგებს გამოიღებს მათ, ვინც უკვე ვაქცინირებულია, ვიდრე იმათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული. და რატომ? იმიტომ რომ არსებობს იმუნოლოგიაში ესეთი ფენომენი, რომელსაც ქვია ანტისხეულ დამოკიდებული გაძლიერება ინფექციის, რომელიც ზუსტად მაშინ ვითარდება, როდესაც იმუნური სისტემა ნასწავლია ერთ კონკრეტული რაღაცა მიმართულებით, მაგრამ ეპარება სხვა სახის, უკვე მოდიფიცირებული ვირუსი. და მას ვეღარ აღიქვავს როგორც საფრთხედ. ამის გამო ასეთ ვირუსებს ეძლევა თავისუფლად ორგანიზმში გადაადგილების ინვაზიის საშუალება და გაცლებითი და მძიმე შედეგებს იძლევა, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა თუ კი არ იქნებოდა ადამიანი ვაქცინირებული. ეს ვაქცინები, ხო, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ბატონმა გიორგი კანდელაკმა ჩვენთან შეხვედრის დროს გაგვაცნო. მე ნამდვილად არ ვიცოდი ამის შესახებ. თუ გახსოვთ, ჩვენთან პირველი ვაქცინა რაც შემოვიდა, ის იყო AstraZeneca. შემდეგ ეს AstraZeneca იმის გამო, რომ პირველი რა თქმა უნდა მეგი ბაქრაძის გარდაცვალებამ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, შიში გამოიწვია და რეზონანსი და დიდი ხნის განმავლობაში ვაქცინის ხსენება არ იყო. და სხვათა შორის ეს სამწუხარო ფაქტი დაემთხვა დიდი მარხვის დასაწყის პირველივე დღეს მოხდა ესა. მაგრამ სამწუხაროდ ხალხი მაინც ვერ განმეორდა. და AstraZeneca არ არის იმდენად პოპულარული ჩვენს საზოგადოებაში, როგორც დანარჩენი ვაქცინები. საბედნიეროდ, არ ვიცი, ეს გაუცნობიერებლად მოხდა, რა თქმა უნდა, და ეხლა რასაკეთებით ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა სხვა დანარჩენი ვაქცინისგან განსხვავებით, როდესაც ნახეს თვეების გასვლის შემდეგ ვაქცინირებული ადამიანების ანტისხეულების ტიტრი, რატომღაც AstraZeneca ვაქცინირებულებს შორის აღმოჩნდა, რომ ანტისხეულები კი არ მცირდება, არამედ იზრდება. ანტისხეულები, რომელიც გამომუშავდება ვაქცინაციის შემდეგ. განსხვავებით იგივე Pfizer-ისგან, რომლის ტიტრიც 6 თვის შემდეგ ძალიან დაბალია. ერთჯერადად თუ არის ვაქცინირებული 15%-ია ჩამოსული, თუ ორჯერადად ვაქცინირებულია, სადღაც 39-40%-ის ფარგლებში მერყეობს. რა არის ამისი მიზეზი? ერთ-ერთი ვარაუდი შეიძლება ის იყოს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა შეიცავს არა RNA-ს, არამედ DNA-ს.
და ეს დნმ გადაიტანება უჯრედში სპეციალური მესენჯერული, ასე ვთქვათ, ვირუსით, რომელსაც ქვია მაიმუნის ადენოვირუსი, რომელიც თავისთავად ადამიანში არ იწვევს დაავადების განვითარებას, მაგრამ ნახეთ რასაკეთებს. ეს არის როგორც რაკეტას რო გაყავს სატელიტი კოსმოსში და ორბიტაზე აღმოჩნდება, შემდეგ წყდება ეს რაკეტა ატარებელი სატელიტს და ტოვებს სატელიტს კოსმოსში. თვითონ ზუსტად იგივე მექანიზმი არის ჩადებული AstraZeneca-ს ვაქცინაში, მაგრამ სამაგიეროდ სატელიტის როლს ასრულებს დნმ განსხვავებით სხვა დანარჩენი ვაქცინებისგან. და თანაც ამ დნმ-ს შეიყვანს არა უჯრედში, ციტოპლაზმაში, არამედ უჯრედის ბირთვში, სადაც არის ჩვენი გენეტიკური მასალა მოთავსებული. ერთადერთი ახსნა, რაც შეიძლება გქონდეს იმას, რომ დროთა განმავლობაში ციფრება არამედ იზრდება, არის ის, რომ შესაძლებელია ეს დნმ ჩაეკერა ჩვენი უჯრედების გენეტიკურ კოდში და მასთან ერთად მუდმივად ექსპრესირდება. ანტიგენი ექსპრესირდება მუდმივად და რაც იცავს სხეულების მუდმივ გაზრდას. აი რამდენად საშიში არის ეს ვაქცინები. რამდენად საშიში არის ეს ვაქცინები და მაშინ როცა ჩვენ საუბრობთ გენეტიკური კოდის რედაქტირებაზე, რასაც ახორციელებენ ამ ვაქცინების საშუალებით, ჩვენ დაგვრცინიან და რაღაც ფანტაზიებებს გვიწოდებენ, მაგრამ ფაქტები, რომელიც უკვე გროვდება, კვლევები, რომელიც იბლოკება, მაგრამ მაინც აღწევს იმ საზოგადოებამდე, რომელიც დაინტერესებული ასეთი კვლევების ინფორმირება და გავრცელებაში, ჩვენ ვერ დავიმალავენ მაინც ამას, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ლუკ მონტანიემ არაერთხელ აელაშა და ეხლახან იტალიაში ბრძანდებოდა და მან პირდაპირ თქვა, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე, რასაც ეხლა აკეთებენ მასობრივი ვაქცინაციის კამპანიების წარმართულ შედეგად. ამიტომ მეგობრებო, ჩვენ დღეს ძალიან ცოტანი ვართ, აი გული მტკივა, რომ დღესაც ძალიან ცოტანი შევიკრიბეთ აქ. რატომღაც მე არ მინდა ახლა რაღაცა სხვანაირად გამომივიდეს, მაგრამ თითქოს და ჩვენი საზოგადოება იმის მიხედვით არჩევს, სად წავიდეს და სად არა, სადაც ხედავს რაღაც მიზიდულობის ცენტრებს პიონერებთან მიმართებაში. თითქოს და აი ლიდერი სანახავად მიდიან და ლიდერი მოსწონთ, თუ არ ვიცი, აი რაღაცა ესეთი განცდა მაქვს, რომ ქარიზმას არიან მონატრებულები თუ რაღაცა სხვა мотивация აქვს. იმიტომ რომ ნებისმიერ შეკრებას აქვს გარკვეული მიზანი. და ამ მიზნის მიხედვით უნდა განისაზღვროს ამა თუ იმ შეკრების ღირებულება. თუ მიზანი არის უბრალოდ შეკრება და მეტი არაფერი, მაშინ რაცად უნდა დიდი რაოდენობა მივიდეს ადამიანის ასეთ შეკრებაზე, ის თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს. მაგრამ ჩვენ შეკრებებს აქვს ერთი კონკრეტული მიზანი, რომ რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლით გამოვიდეს ქვეყანა ამ COVID ფაშიზმის, არ ვიცი რა, რამდენი ხანი გაგრძელდება, მაგრამ რამდენი ხანიც უნდა გაგრძელდეს, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მოგვადგეს. და თუ კი ვაქცინაცია თავის ვნებაზე იქნება მიშვებული, ჩვენ ძალიან დიდი ზიანით გამოვალთ ამ COVID ფაშიზმისგან, ამ ბიოლოგიური ომისგან. ამიტომ ეს უნდა გავაცნობიეროთ ყველამ. ის რომ დღეს ვიღაცას პრესიერად არ უვითარდება რაიმე გართულება, ეს არანაირად არ გვაძლევს თუ დამშვიდების საშუალებას. ვინაიდან შიცის ვირუსი წლების განმავლობაში რჩება ადამიანის ორგანიზმში და მერე როდესაც იფეთქებს და უნადგურებს მას მთელ იმუნურ სისტემას. და ლუკ მონტანიემ ზუსტად ის თქვა, ჯერ კიდევ შარშან, რომ ამ ვირუსში გამოყენებული არის შიცის ვირუსის თანმიმდევრობები. პირდაპირ აღებულია გენები და გადამორგილია ამ ვირუსში, რაც გამორიცხავს ბუნებრივად აი ამ ვირუსის წარმოშობას
და არის მხოლოდ და მხოლოდ ლაბორატორიული ექსპერიმენტების შედეგად მიღებული. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, როდესაც ზოგიერთი თulis რომ სინოვაკის და სინოფარმის ვაქცინები არის რაღაცით უსაფრთხო და თანაც გეუბნებიან რომ ეს პირდაპირ ვირუსი არის, ინაქტიურებული ვირუსი არის დამყარებულიო. მე კითხვა მიჩნდება, რომელი შტამია, რა ვირუსია გამოყენებული იმ კონკრეტულ ვაქცინებში. დღეს უკვე მივზევა ფასოლები და რომელი შტამია ძალიან მაინტერესებს იმ ვაქცინებში, რომელიც ჩვენთან შემოვიდა. ან საერთოდაც არის ეს ინაქტიურებული ვირუსი? თუ ისეთი სახის ვირუსია, როგორც არის შიცის ვირუსი, რომელიც შეიძლება შევიდეს და გაარადოს, არავინარი რეაქცია შეჭრის მომენტში შენ არ განიცადო, მაგრამ წლების გასვლის შემდეგ ის თავის საქმეს გააკეთებს. და წლების გასვლის შემდეგ კი არა, 2-3 დღის შემდეგ გარდაიცვლება ვაქცინაციიდან ადამიანი, მასე უნებიან არა ვაქცინა რაშუაშია რაღაცა სხვა დაავადება ქონა, ალბათ მან მოკლავდა. წლები რო გავა 2-3 წელი და ადამიანი გარდაიცვლება, მოულოდნელად გარდაიცვლება. ვიღა იტყვის მეტად რომ ეს ვაქცინის შედეგად არის გამოწვეულია. მოკლედ ვარ გადაგვალოთ ჩემო მეგობრებო, მადლობას ვუხდი ჩვენ მოწყვლებს, ჩვენ სულიერ მამებს იმისთვის რომ ასე გვიდგანან გვერდში, ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით ყოველთვის და იმედია რომ ჩვენს დასახულ მიზანს მიუხედავად სიმცირისა მაინც მივაღწევთ. იმიტომ რომ არ არის აუცილებელი ხალხის სიმრავლე რომ გამარჯვება მოიპოვო. დავით აღმაშენებელმა თავის დროზე სძლია გაცილებით მრავალრიცხოვან მტერს და სძლია იმით რომ უკან დასახევი გზა მოიჭრა. ჩვენს ვინც აქ ვდგავართ, ყველას ესეთი არჩევანი გვაქვს გაკეთებული. ჩვენ უკან არ დავიშვით. დიდი მადლობა. შედარებაც ყალბამი და თვითონ მათგანს გადასურვით. მე და ერთი ისტორიული რაღაცები გავიხსენო. ზეა, გიძახიან. სანამ კომუნისტური ცხოვრება არსებობდა, მანამდე მომუშავე კალაკოთაისის ჯანმრთელობის განყოფილებაში. და მაშინ მქონდა ის სტატისტიკური მონაცემები შობადობის თუ გარდაცვალების, ამის შემდეგ ჯანი ცხოვრება გამოხდა და რამდენი პროცენტით იმატებდა შობადობა ყოველდღიურად ამ მონაცემებს სამინისტროში ვაგზავნებდით. და მაშინ ჩვენ ვერ მივაღწევთ, აი 5%-ს ვერ მივაღწევთ შობადობის ზრდის. და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა დღეს როდესაც აი ვიცი შემდეგ რა სხვადასხვა პერიპეტიები მოხდა სახელმწიფოში, უпростоრად დანაშაული მოხდა, მაშინდელი ხელისუფლება გადმოაგდეს 91-92 წლის ამ შეთქმულებით და მოიყვანეს პირდაპირ ჯალათი ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც დღეს რა სიტუაციაში უხობებით მისი დამსახურებაა. მან ისე საერთაშორისო რაღაცებს უაწერა ხელი, რომ ჩვენ აქედან ძალიან რთული არის გამოსვლა. მის პერიოდში მოხდა, რომ სამედიცინო სფერო გახდა ფაქტიურად ფასიანი და მის პერიოდში მოხდა ის, რომ დღევანდელი ჩვენი განათლება, რომელიც არის დაქცეული, გადაიყვანეს იმ რელსებზე, რომელიც არის მაგალითად უგანდაში, აფრიკის ქვეყნებში რა. აი იმ რელსებზე გადაგიყვანეს შენაში და პირდაპირ გამოვიდა და თქვა რა, ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით, თუ აი ამას გავაკეთებთ და ასე ვიქნებით. შემდეგ ხდება ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია ბჭყალებში, ესეც მოწყობილი იყო სპეციალურად, იმიტომ რომ შევარდნაძე არ უნდა დასჯილიყო, ისე უნდა წასულიყო და შემდეგ მობრძანდა მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვიცით რომ ნახევარი საქართველო ან ციხეში იჯდა, ან აღრიცხვაზე იყო აყვანილი ამეთი დანაშაულის მხრივ. და მაშინ მოხდა ასეთი რაღაცა, რომ გაჩნდა ქათმის გრიპი, გაჩნდა ღორის გრიპი და მაშინ აპირებდნენ ზუსტად
საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ არ მოხდა, იმიტომ რომ მაშინდელი ჯანმოს ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობაში მიეცა და ძალიან დიდი აჯანყება იყო ჯანმოში, თვითონ თანამშრომლები აუჯანყდნენ მაშინდელ ჯანმოს ხელმძღვანელობას და ის ცდები, რომლებიც მიმდინარეობდა ვაქცინების მეშვეობით, ფაქტიურად დაიგრძალა და ეს იქნა გადასვლელი შემდეგ ჩინეთში. და ჩინეთში, რომელიც შემდეგ განხორციელდა ეს ყველაფერი, გამოიყვანეს ეგ რაღაც ეს ბაქტერიული იარაღი და შემდეგ განავითარეს, ასე რომ ვთქვათ, თვითონ თემ მსოფლიოში რა. და აქ მოხდა ასეთი რაღაცა რა, მე სამედიცინო სფეროს როდესაც ვაგვირდებოდი საქართველოში, ძალიან ბევრი ადამიანებს ჰქონდა, მაგალითად იმ პერიოდში, 17 წლამდე ყველას უწევდა რომ სიმსივნე. ვისაც ჰქონდა საშუალება და წავიდა საზღვარგარეთ, აღმოჩნდა რომ არავის არ ჰქონდა სიმსივნე. ძალიან ბევრი ადამიანი დაბრუნდა ჯანმრთელი და აკრძალებდა შემდეგ ფაქტიურად მოღვაწეობას თავიანთ სფეროებში. რატომ ხდებოდა ეს? მოდი, კითხვის ნიშანი დავსვათ აქ და დავფიქრდეთ პატარა ხას. ესაც ხო გენოციდი არის ხო შემთხვევით? და დიახ, ზუსტად ესაც გენოციდი იყო იმ პერიოდში. მაგრამ ახლა ჭირდებათ, რომ ეს რა ქვია, ეგრეთ წოდებული პანდემია გამოიყვანა კვლელად. და რა ხდება? მართლა კვლელი არის ესა? არა და ჩვენ გვაინებია რომ დისტანცია უნდა დავიცვათ, აუცილებლად პირდაპირ უნდა გაგეთოთ, ხელები ყოველთვის უნდა დავიგანოთ და ასე და ასე. მე მახსენდება ასეთი რაღაც მინდა სახარებიდან შეგახსენოთ, როდესაც მაწყვარი თავის მოსალერთან ერთად ხორბლის ხანებში გადიოდნენ, მოსავლეს მოშივდათ, მათმა დააფშვნეს ეს ხორბალი და მიიღეს ისედა. მაშინ პარისელია უთხრეს, რატო შენი მოსავლებიო მანათა სწავლება, ხუცესა სწავლებაზე არ აღესრულებენო, რადგან ისინი დაუბრუნებელი ხელი ჩანდენო საკვებსა და მაშინ მაცხვარი ეუბნება მათ, არათუ პირში შემოალი წარწმოს ადამიანზე, არამედ პირიდადო განავალი წარწმოს ადამიანზე და დღეს ჩვენ ვიხურებთ, რომ ასეთი რაღაც გამოდის, რომ ეს კვლელია, ეკლესიაში არ უნდა წახვიდეთ, იქ ბევრი ხალხია, აქედან გამოვა კუბა-კუბაზე გამოვა და სხვადასხვა და მართლა კუბა-კუბაზე მათი ოჯახებიდან გამოვა, ვინც ასე დაემუქრა ქართულ ხალხს და ვინც დაემუქრა ფაქტიურად ღვთისმშობლის წინხვედრი ქვეყნის შვილებს და მათ ეს ღაბარი გონიოდა ზუსტად როდესაც ღვთისმშობლის წინაშე წარდგებია მოსმენებები, სანამ მაცხვართან წარდგებია, მანამდე ღვთისმშობელთან მოუწევთ ამით პასუხის გაცემა, მაშინ მიხვდებიან თუ ეს ღაბარი იყო და მაშინ დაინახავენ თითოეული მათგანი, თუ ეს შემთხვევით იყო საქართველოს ამორჩეული ღვთისმშობლისაგან. და მე მინდა გითხრათ ასეთი რაღაცა რა, გუშინ ახლა ღამის თავის ლოცვა წერა მქონდა და უწევდა სასწრაფო შემოვიდა ჩვენ სამეზობლოში, სადაც ჩვენ ის არის, რა ქვია, ეკლესია და მეზობლად ცხოვრობს ისმის გაყოფილების თანამშრომელი რა, რომელიც იყო თავის დროზე აფხაზეთის ომის მონაწილე და მან ეს კონტუზია მიიღო და მასზე არავითარი აცრა და არავითარი რაღაც ზედმეტი რაღაცების ჩატარება არ შეიძლებოდა და მას აიძულეს სამსახურში, რადგან ის ძალიან სტრუქტურაში მუშაობს და ძალიან ბევრი ძალიანები აცრილები არიან, იმის გამოსავალს რომ ისინი გამოკიდებულები არიან ბანკებზე და ამ ბანკების ვარს ვერ გადაიხდიან, როდესაც ისინი როდესაც მათ სამსახურიდან გამოღრიან და ისინი იძულებული იყვნენ გადაედგათ ოსმალეთში და ის გადაიყვანეს სასწრაფოთი, რადგან მას უკვე კანკალი დააწყებია, ვერავითარმა წამალდა ვერ იმოქმედა მასზე და როდესაც კატე გადაუღეს, სახან გადავამოწმე კიდევ რა სიტუაცია იყო, აღმოჩნდა რომ თავში გემოტომა აქვს. ამის ის
დაჟოვნა დაემართა მას და ერთ ადგილზე და ეთქობა თუ ის აწუხა და ის უკვე უშლის შემდეგ ფუნქციონირებას საქმე ხელს. ჯერ როგორ შეიძლება სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების აცრა თუ მართლა ეს აცრა არის ჯერ იქაც არ შეიძლება იმას ყველას აცრა ითომათოს ორ სულს როგორ უნდა მოუწოდო რა აიცერიო და ეს ჟალათები ეს ფაშისტები გარღელიძე, იმნაძე, გულუმბეგოვი, ჩხაიძე, ცერცაძე რესპუბლიკის თავარიმას არ მახსოვს მისი გვარი და აგრეთვე ბოჭორიშვილის კლინიკის უფროს ესენი ყველა მართლა პასუხისმგებაში არიან მისაცემი იმიტომ რომ მათ ჩვენ ზოლს გენოციდი გაუკეთა ეს არის სუფთა გენოციდი ერის წინააღმდეგ ახალგაზრდა ბიჭები რომლებიც დაოჯახებას აპირებენ მათ უკვე აღარ ექნებათ საშუალება გამრავლებას გოგონები რომლებიც დედობას აპირებენ ფაქტიურად წაართოს მათ დედება და ისინი ფაქტიურად ვეღარ შეძლებენ გამრავლებას ქვეყნის და მე გეტყვით თქვენ გაერომ გამოჩა ასეთი ბრძანება რომ 2050 წელს საქართველო მომაკვდა ერის სიაში არის შეტანილი და მაშინ ეს ასე იქნებაო თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რას ნიშნავს ეს ესე იგი ეს პირდაპირ მიმდინარეობს გენოციდი საქართველოში რატომ მიმდინარეობს იმიტომ რომ ტერიტორია ჭირდება გავიგზავნოთ ჩვენ რაისა გარბაჩოვას სიტყვები კარგია საქართველო ქართველების გარეშე ზუსტად აი ეს მიმდინარეობს საქართველოში და ქართველებს ამ დროს იმის ნადირად რომ მიხუცებდნენ ერთმანეთის გვერდში იდგნენ ერთმანეთს ჭამენ ერთმანეთს ხრავენ და რა ვიცი რა მინდა რა გითხრათ მე დავიწყე და შენთან ცოტა სხვა თემას გადაიხვიე მაგრამ ეს აუცილებლად მინდა აღნიშნო იმ წლებში როდესაც უკვე მასიური დაბადებები მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე და ციხეები გადაჭედილი იყო 5 კაციან კამერაში 50-70 კაცი იყვნენ ეთავად ავდიოდნენ იქ და ვიცი განსაკუთრებით მე მეექვსე სამხედროს ვემსახურებოდი და რატომ მიმდინარეობდა ეს იმიტომ ვაქცინა უნდა გაკეთებულიყო ამ ხალხზე მაგრამ მოხდა ასე რა რადგან ჯანმე დაირღვა მაშინ და ფაქტიურად პასუხობაში მიეცა ზოგიერთები აღარ გახორციელდა ეს მაგრამ ამ ხალხს ნაციონალური მოძრაობა სტატუსი არ ჩამოართვეს ანუ ისინი დღეს ამ აცრას აგზელებენ თუ ეს ასე არ არის შეხედოთ ტელევიზიებს ხალარი ფორმულა რუსალიერი თვით ეგრეცადებული ხალხთან ტელევიზია რომლებიც არაფერს არ აშუქებს ესენი აგზელებენ ფაქტიურად ხალხის აცრას უშუალოდ როდესაც ისინი იშვებენ მარტო მთავრებისგან ხელს ეს არ არის სწორი ესენი ორივე ერთად მოძრაობს ორივე ერთად მაგრამ ყველაზე დიდი ძალა მაინც არის ნაციონალური მოძრაობა იმის გულისათვის რომ აი ამაში ძალიან ფიცვის იღებს მისი ტელევიზიები და ისინი კვლავ აგრძელებენ ამ ხალხის აცრას ამიტომ ამაზე უნდა დაფიქრდეს ხალხი დღეს ახლა საუბრობენ არჩევნებზე რადგან არჩევნებია ხალხი ჭდებით ფიზიკურად დადგურდებით და თქვენ არჩევნებზე ვიდრე ვინ უნდა აირჩიოთ ერთი მაინტერესებს ვინ უნდა აირჩიოთ რა სად არის არჩევანი აღარ დაგიტოვოს არჩევანი სკიტოებენ სიცოცხლეს და სიკვდილს შორის და თქვენ რას ირჩევთ სიკვდილი აირჩია ძალიან ბევრი ადამიანმა ეს როგორ შეიძლება ასე განვაზლებულად მიხვიდე რაღაცას გიგეთებენ გიშხაბულებენ იმაში არ გაარკვია მისი შემოქმედება არ გაარკვია ის რამენება რაზედაც ხელს გაწერიებენ და ასე დასავი ყველაფერზე დათანხმდა და მოაწერა ხელი და არა ის ჩვენია რომ თურმე შეყოფილიყო პასუხისმგებელი თუ რამე დაგემართა იმის რადიურად ამაზე თანხები არის გამოყოფილი რომ ეს თანხები იმ ხელს მიეცეს ვინც აიცრა თვითონ ჯიბეში იჭიბავენ და მიდიან აი ასეთ გზაზე ამიტომ ამაზე ხოლმე დააფიქრდეთ ხალხო ხოლმე მივაქციოთ აი სპეციალისტებმა ისაუბრეს რომ
ნებისმიერი ექსპერიმენტი, როდესაც ტარდება, იქ სპეციალურად არის გამოყოფილი თანხები, როდესაც ამ ადამიანს რაიმე დაემართება, მას უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ ის შესაბამისი თანხები. ამას არავინ არ აკეთებს. ამ თანხებს სხვა გზა მოუნახეს და უბრალოდ წლა დაარღვევიეს და თავიანთ ჯიბეში ჩაასვენეს და აი ამ საქმეს აკეთებენ. აი ასეთ სიტუაციაში ვიყავით ჩემო კეთილო ხალხო და ჩვენ როდესაც ერთიანობა გჭირდება, როდესაც ჩვენ გჭირდება თანადგომა ერთმანეთის მიმართ, ამ დროს გათიშულება ხდება ერში. ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. უნდა როდესაც ვეკითხება ადამიანებს ეს ყველაფერი, მერე და დაგვიანებული იქნება მათი ნიშნში. იმიტომ რომ აი ახლა გჭირდება გამოფხიზლება და ახლა გჭირდება ყველა ერთმანეთის გვერდში დავიდგოთ. და არ მინდა ესე გადამივიდეს თითქოს მე ვარ ერთადერთი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია რომელსაც ძალიან გულითქია ამაზე, მაგრამ ვერანდოს იმიტომ გაიგებონა გჭირს დღევანდელ დღეს ადამიანებს. იმიტომ იმ გადატრიალებამ, იმ საზღვარგარეთ მოძრაობებმა, როდესაც ხალხი ქუჩაში ხვდებოდნენ და შემდეგ კიდევ 9 წლიანი მდგომარეობა ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო ხალხის მობილიზებაზე. და სახეზე ვუყურებთ ამას ჩვენ ყველაფერს, რომ ხალხი არის ახლა ჩინო 40 წლად ან ზიათისტება და შევარდნისება იყო, ორე მიშისტება იყო და არა მიშისტება, ახლა კიდევ ვაქცინირება და არა ვაქცინირება, დაბოს ხალხი და ეს რას ემსახურება, ეს ემსახურება ერის განადგურება სხვა მათი არაფერი დაყავის და იბატონეს და პროცესი მიმდინარეობს. ყოველთვის მიმდინარეობს საქართველოს, მაგრამ ახლა ძალიან განსაკუთრებულად მიმდინარეობს. მე ვთქვი ერთ-ერთ მიტინგზე, რომ მე ვერ უწოდებ მათ ექიმებს, ისინი ექიმები არ არიან, ვინც გამოდის და აცხადებს ასეთ რაღაცას, რომ ვაქცინირებული ვინც არის, მათ სამეთრილადი ეძებს და ამ სამეთის მეშვეობით ყველგან უნდა შეეძლოს მათ მინდასვა, ხოლო ვინც ვაქცინირებული არ არის, მათ არ შეიძლება რომ დაუშვათ საქმე. ეს ექიმის სიტყვები კი არ არის, ეს ფაშისტის სიტყვებია. ამიტომ ამ ხალხს რომ ექიმებს ვერასდროს ვერ დავარქმევ და არასდროს არ უწოდებ. იმიტომ გამხრელიძე, იმნაძე, ძერცვაძე, აგე თურქულა ბიჭი რომ ბრძანდება ესეც. მართალია ის უფრო სპანარი კუთხით უთხრება ამას ყველაფერს, მაგრამ როდესაც ამას ყველაფერს არ აღიარებ, შენ ძალიან დიდი დამნაშავე ხარ მაშინ. უნდა ექიმი ყოველთვის ჰუმანიური იყო. როდესაც რამე მიმდინარეობდა, რამე იყო, იქ არ იყო გარჩევა, ის ფაშისტი იყო, ის რუსი იყო, ის ბულგარელი იყო, ის თურქი იყო, ვინც იყო. ექიმი ყველას გერმანობდა. როდესაც მასთან მიდიოდა და უნდოდა ექიმს არ უნდა მოხდა, რატომ აგეთებ ამას? ეს ჩემი პროფესიაა და მე ვიტოვ. და დღეს რა გამადის? აი ეს ეგრეთ წოდებული მაშინდელი კომპანიები ჩემ პერიოდში კომპანიებიდან გააძურა გამგრელიძე და მიიღო ის თანამდებობა, რომელიც მერე წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა თანამდებობებზე და იქიდან დააგროვა ეს ყველაფერი. მერე პარტიულ სამუშაოზე იყო და აი ასეთი რაღაცა. და იმეძეს ვიდრე უნდა ქონოდა მოხელა გამდედება, რომ ამას ყველაფერს ის წინამძღოლიყო, მაგრამ მათ აქტიურად პრუსზე გაგიდა ყველა და ყველაფერი. გაგიდა გამომდინარე პრუსზე ვის ყველაფერს ყიდის, მასთან უკვე გადავაკე შეუძლებელი არის რა. ამიტომ კარგად დაფიქრდეთ ჩემო კეთილო ხალხო, ჩვენ უნდა ნაკუწდებით, არამედ უნდა გავართიანდეთ, ერთმანეთს უნდა მოეფეროთ, ერთმანეთის სიყვარული უნდა გადაგვარჩენოთ და ერთ ასე საკითხს მინდა შევეხო. რატო აგვიბრძოლეს ჩვენ აი ასე ერთმანეთთან მიახლება, რომ ეს ვირუსი არის. ვირუსი აქვს ასეთი თვისება, საერთოდ ნობელია სპეციალისტები ისაუბრებენ კიდევ ამაზე, რომ პირიქით ერთად ადამიანებმა უნდა მოიხადოს, რომ შემდეგ მოხდეს ფაქტიურად შეგუება ამ ვირუსთან
ვერ გაგრძელდება ცხოვრება ეროვნულ რიტმში. თუ ეს არ გაგეთდა, ეს ვირუსი დროთა განმავლობაში გაგრძელდება თავიდან ბოლომდე. ამიტომ ამას არ აქვს. აი რაც მიგედებოდა, განდათ უნდა დავფიქროთ ჯერმეტილი ხალხო. ანუ ჯოგური იმუნიტეტი უნდა გამომუშავოთ, სანამ ეს არ გამომუშავდება და ეს არ გაგეთდება, მანამდე ვიქნებით სულ ასე ხა შეზღუდვაში, ხა ფერმატები, ხა ვირბადები თამა. ჩვენ გამიცხდება ერთი რაღაცა, რომ აზიაში იყო ასეთი რაღაცა განვითარებული, რომ დედაკაცები ჩადრებით დადიოდნენ. დღეს არა მარტო დედაკაცები დადიან ჩადრებით, არამედ მამაკაცების დააწყებიას ჩადრებით სიარული. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს მონობა, სხვა მეტი არაფერი. იმიტომ ადამიანი არის ისაგან თავისუფლად შექმნილი, თავისუფლება გააჩნია მას და ზუსტად ამ თავისუფლებაზე არის ნებისმიერი დეკლარაცია, ნებისმიერი საკითხი გაშუქებული, ეს კონსტიტუცია თუ რაც არის, ზუსტად აი ამაზე არის დაწყებული. ამიტომ კარგად უნდა ვიცოდეთ, ჩვენს თავისუფლებას გვედავებიან ხალხო და ჩვენს თავისუფლებაზე თუ არ იბრძოლებთ, მაგას ვერავინ ვერ მოგიპოვოს. შენ უნდა მოიპოვოს შენი საკუთარი თავისუფლება. მოდამთა. ახლა მე მინდა საზოგადოებას ვაფრთხო, თუ რა პროცესები წარიმართა აი ამ უახლოეს წუთებში და წამებში. ჩვენ შეგვითანხმდნენ, რომ შეხვედრას უზრუნველყოფდნენ პასუხისმგებელი პირთან, რომელიც დღეს მინისტრი არ არის, მიულინებაში იმყოფებაო და ამიტომ ჩვენ უზრუნველყოფდო მის შემსრულებელთან შეხვედრას. ამიტომ ვიყავით შესრულები, სამწუხაროდ რომელიღაც განყოფილების ხელმძღვანელი ჩამოვიდა და რა თქმა უნდა დააწესა თავისი პირობები. თურმე პირბადით უნდა შევიდეთ, პირბადები და ვატაროთ და ასე შემდეგ. საერთოდ ვერ ერკვევა ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო მდგომარეობასთან, რა მდგომარეობა იმყოფება, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენ უარი განუცხადეთ მამა დავითის გარეშე შეხვედრას, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის შეხვედრაზე უნდა ვესწრებოდეთ როგორც საერო პირები, ასევე სასულიერო პირები. ეს არის მნიშვნელოვანი და ერთად უნდა მივსჯელოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენთვის მიუღებელია დისკრიმინაცია ადამიანების, როდესაც პირბადის ტარებას აიძულებენ და მე მინდა აქ ექიმები ყოფილან თურმე ამ შენობაში. თურმე, კი, იმიტომ რომ ხაზი მინდა დაუსვა აი ეს პირბადე, რომელიც ააფარეს მთელ ქვეყანას. ეს იწვევს თავის პირში ჰიპოქსიას, ანუ ჟანგბადის მიუწოდებლობას და ჟანგბადი როდესაც ტვინს არ მიეწოდება, ადეპილებს. აზროვნებას აგვეიდებს, აზროვნება საერთოდ ადეპილებს, დეპილის იწვევს. აი ეს არის გამოწვეული სამეცნიერო ტერმინია დეპილიზმი, დეპილი. კრეტინიზმის სფეროში გადის და ამიტომ ამ სამინისტროს მინდა სამეცნიერო ტერმინოლოგიით უთხრა. ის გამოაცხადე, რა ხდება? როგორ ვრცელდება გავრცელების გავრცელების მექანიზმიც არიციან კიდე კოვიდი როგორ ვრცელდება. სამწუხარო არის ეს ფაქტი თქვენ სამინისტროში ქალბატონო ეკატერინე. თანამდებობის პირებად ყავთ დანიშნული ადამიანები, რომლებიც საერთოდ ვერ ირკვევიან ვერც მედიცინაში და საერთოდ ვერც სამართლებრივ საკითხებში. ამიტომ ხას ვისვავ, გთხოვთ, მოგბრძანდეთ, სადაც არ უნდა იყოთ მივლინებაში, ახლა ქვეყანა არ გაქვთ დატოვებული. იქნებით ერთი სართულიდან მეორე სართულზე ჩამოსული მაქსიმუმ და იკადრეთ და შევხვდით. ხას ვისვავ, შევხვდით და შევხვდით იმ ადამიანებს, სპეციალისტებს და დღეს წარმოდგენილ სასულიერო პირებს. ეს არის მნიშვნელოვანი. ის საკითხი. მამა დავით. ეს არის კატეგორიული მოთხოვნა მინისტრის მიმართ. ან გითხარით
როდის მოიცლით ჩვენთვის ხალხისთვის საერო და სასულიერო პირებთან შესახვედრად. ხას უსვავ. აქ მარტო ერთი ადამიანი არ შეგვდებათ. ჩვენ ვართ მოსულები იმისათვის, ერთად გავცეთ პასუხი. წარმომადგენლობითი შეხვედრა იქნება, ვიქნებით ექიმი სპეციალისტები, მიკრობიოლოგები და რა თქმა უნდა სასულიერო პირების დაესწრებიან აი ამ შეხვედრას. მამა დავით ხოდა ორიოდე სიტყვით მინდა მოგახსენოთ მეც, როდესაც შევხვდით ქალბატონს, რომელიც იყო დელეგირებული როგორც ჩანს მინისტრის მიერ, მე უარი გამოაცხადე შეხვედრაზე პირბადეს არ გავიკეთებ მეთქი, რომ ავიკეთებ პირბადეს უმცირდები ჩემს ჯანმრთელობას და ეს არის ჩემი ლეგიტიმური უფლება. ქალბატონმა მითხრა, რომ ეს აუცილებელია შესახვედრად მინისტრთან. და მე ვკითხე, რომ როდესაც ის საუბრობს ხანდახან ხო იხსნის ამ პირბადეს და აი მაშინ რა ხდება, მაშინ არ შეიძლება გადავედოს ადამიანს ვირუსი? ნუ გაიგონა ეს ქალბატონი და ბუნებრივია პასუხი ვერ გამცა. ან აი რატომ უნდა ვატარო პირბადე? იმიტომ რომ მე თქვენგან რაღაც არ გადამედოს და თქვენ თუ ვაქცინირებული ხართ? ვეკითხები. აი მაინც სახიფათო, მაშინ ვისთვის იკეთებთ თქვენ აცრას? რატომ იკეთებთ აცრას, თუ კი თქვენ მაინც შეიძლება გადაგელოთ ჩემგან ვირუსი? ამ კითხვაზე პასუხი ვერ გამცა ამ ადამიანმა. აი ასეთი ადამიანები მუშაობენ აქ. ჩვენ აუხსენით, მე პირადად აუხსენე. აქ მოსული ვარ მე იმიტომ, რომ კონფლიქტი კი არ შექმნა, არამედ იმიტომ, რომ დაძაბულობა მოიხსნას ქვეყანაში. თქვენ ქმნით დაძაბულობას. თქვენ უკვე დააპირისპირეთ საზოგადოების ერთი ნაწილი მეორესთან. ვაქცინირებულებად და არავაქცინირებულებად აქციეთ საზოგადოება. არის დაპირისპირება ხალხში, არის დაცინვა, შუღლი, შიში, ფსიქოლოგიური წნეხი. აი ამას აკეთებენ ეს ადამიანები. მე მინდოდა რომ ეს ამეცნა ყველაფერი ქალბატონი მინისტრისთვის, რომელმაც ვერ მოიცალა ჩვენთვის და გამოაგზავნა სამწუხაროდ ადამიანები, რომელთანაც საუბარსაც კი აზრი არ აქვს, იმდენად შორს არიან საერთოდ არა მარტო მედიცინისგან. მე მინდა გითხრათ, რომ დედაც ექიმი მყავს, მეუღლეც, შვილები ამერიკაში საკმაოდ სერიოზულ კლინიკაში მუშაობენ ისინი და ძალიან კარგად ვარ ჩახედული სამედიცინო სფეროში. ძალიან კარგად და მით უმეტეს მყავს ძალიან დიდი მრევლი და მე მათ გულისკილზე ვანახულებ ყურადღებას. მათ რომიტყვიან მაჯაზე მიდევს ხელი და ვიცი რა ტკივათ. ამ ადამიანებს, რომელთაც შეიძლება ოჯახის წევრთა გარეშე გარდა არავინ არ ელაპარაკებათ, საერთოდ არც საინტერესებს თუ რა ხდება ქუჩაში. ისინი მოსულები არიან, რათა დირექტივები შეასრულონ და არა ადამიანების ჯანმრთელობაზე, მათ სიცოცხლეზე იზრუნონ. სანამ ესეთი ვითარებაა ქვეყანაში, ჩვენ ვიქნებით კატასტროფის წინაშე. კატასტროფის წინაშე. ჩვენ გვეშინია, მე პირადად მეშინია, რომ ურჩიო ჩემს მრევლს, რომ საავადმყოფოში წავიდეს და დაწვეს. რადგანაც უამრავი გვამი გამოდის იქიდან. ჩვენ არ გვახედებენ, არ გვიშვებენ, არ ადამიანის უფლებაა. ეს არის რელიგიის უფლება, რომ თქვას აღსარება და ეზიაროს. ეს არის ყველაზე მთავარი უფლება. აი ესეც კი შეუზღუდეს ადამიანს. უნდა აღსარების ხმა, ზიარება და ამის საშუალებას არ აძლევენ, არ გვიშვებენ. ჩაკეტეს ეს კლინიკები, ეს საავადმყოფოები, ისე როგორც ციხეები. აი ციხეებად აქციეს ეს საავადმყოფოები და იქიდან გამოდის უამრავი გვამი, ზოგი რითი გარდაცვალებული, ზოგი რითი. ძალიან ბევრი შემთხვევაა, მე არ დაგიმალავთ, უამრავ ადამიანთან მაქვს შეხვედრები. იქიდან გადარჩენილები გამოდიან და ყვებიან თუ რა კატასტროფული მდგომარეობაა იქ, როგორი უყურადღებობაა, როგორი გაუნათლებლებაა, არ იციან როგორ უმკურნალონ, რა გააკეთონ. აი ესეთი ვითარება, რა თქმა უნდა მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და პატივს მივაგებ ყველა წესიერ ექიმს, რომელიც მუშაობს ამ სფეროში და ჩემს გზავილობას და პატივისცემას გამოვხატავ, მაგრამ ასეთები ძალიან ცოტანი დარჩნენ. თუ ასეთი უსულგულობა იქნება, როგორც აი ამ შენობაში სუფევს, მალე ჩვენ ელემენტარულად ალბათ სამედიცინო
სფეროს ღირსეული წარმომადგენლები აღარ გვეყოლებიან. ეს არის ჩვეულებრივი პარტიული ნომენკლატურა, ფუნქციონერები ისეთივე როგორიც აქ დაასახელეს მათი გვარები მე აღარ გამოვარდები, რომლებიც რაღაც სამუშაოს ასრულებენ იმიტომ, რომ რაღაც დიდი ფული ჯიბეში ჩაიდონ და შემდეგ ეს ფული კიდევ ვიღაცას გაუნაწილონ, რომელნიც ზრუნავენ მათ აქ უზრუნველყოფაზე რომ ამ სფეროში მუშაობდნენ. ესე დონემდე დავიდა ჩვენი მედიცინა. ისეთი ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთა სახელების, ქართველი მეცნიერების, მედიცინის მუშაკების სახელების სოფლიოში იყო სახელგანთქმული, დღეს დავიდა ესეთ დონეზე. აქ რა გვარებიც ითქვა. ესეთ დონეზე დავიდა. ეს არის კატასტროფა, მეგობრებო, ჩემო სულიერო შვილებო, ჩემო ქრისტეს მიერაც მეგობრებო, ეს არის კატასტროფა. და ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში გამოსორდეს. და ესეთ პარტიულ ჩინოვნიკებს არ შევხვდეთ აი აქ, ამ დაწესებულებაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ქვია. მადლობა. ბოდის მოგიხდით, მე მინდა უბრალოდ დავაზუსტო გაგაცნოთ ერთი ინფორმაცია, რომელიც გუშინ წინ გავრცელდა. ამერიკაში ნიუ-იორკის შტატის საოლქო მოსამართლემ შეაჩერა ის სავალდებულო ვაქცინაციის ბრძანება იმ მედპერსონალის მიმართ, რომელიც მუშაობს ნიუ-იორკის შტატში და შეჩერების მოტივი და საფუძველი გახლდათ მოსარჩელეთა განცხადება, რომ იყო მათი რელიგიური თავისუფლებები და ისინი წინააღმდეგი არიან ვაქცინაციის, ვინაიდან ვაქცინები, რომელთაც მათ აძალებენ, არის აბორტირებული ჩვილის უჯრედული ხაზის გამოყენებით დამზადებული. და მოსამართლემ გაითვალისწინა ეს მოტივი და შეაჩერა ამ ბრძანების მოქმედება, რომელიც გასცა თავის დროზე ენდრიუ კუომომ, რომელიც აღარ არის სამშტატის გუბერნატორი და 27 სექტემბრამდე ეს ბრძანება, ეს გუბერნატორის ბრძანება არის შეჩერებული და მანდატორული სავალდებულო აღარ არის მედპერსონალისთვის ვაქცინაცია. რატო თქვი ეს? ვინაიდან ეს არის ისეთი პრეცედენტი, რაზედაც ჩვენი სასულიერო პირები ამახვილებენ და ამახვილებენ ყურადღებას, რომ ეს ძალიან ბევრი აღსარებელი, მაზიარებელი ადამიანის სულიერ საწყისებს ეწინააღმდეგება და აი ეს პრეცედენტი, რომ მოსამართლემ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც კონსტიტუციური უფლება აღსარებლობის, თავისუფალი აღსარებლობის უფლება, ისე როგორც ჩვენთან იგივე წერია. ის სასამართლო პრეცედენტი ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ აქ, ჩვენ სასამართლო სისტემაშიც და მოვითხოვოთ, ვინაიდან ასეთი პრეცედენტი უკვე დაიშვა, ჩვენთანაც იგივე განმეორდეს და მოსამართლემ მისცა შტატს, ვინაიდან მოპასუხე მხარე არის შტატი. მისცა შტატს 22 სექტემბრამდე ვადა წარმოადგინოს კონტრარგუმენტაცია. თუ არა და ამ შემთხვევაში მოსამართლის ბრძანება გახდება პერმანენტული, დღესდღეობით ის მოქმედებს ხოლო 27 სექტემბრამდე და 28 სექტემბერს არის ჩანიშნული ზეპირი მოსმენა და განხილვა, ხოლო მასალები განხილვისთვის უნდა წარადგინონ 22 სექტემბრამდე, თუ ამას ვერ შეძლებს, თუ დაასახელოს შტატი, რომ ეს ბრძანება ეწინააღმდება კონსტიტუციას და აღებს რელიგიური ადამიანების უფლებებს, ამ შემთხვევაში ეს აკრძალვა მანდატორული ვაქცინაციის იქნება პერმანენტული, ანუ არავის ვეღარავის ვეღარ დააძალებენ და ეს იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. აი ამის პამინდოდა მხოლოდ არამედ გარბიან ჩვენი მოქალაქეები ქვეყნიდან. იმ უნამუსობის გამო, რაც სუფევს აი ზუსტად ამ სამინისტროში. მარტო ჯანდაცვის სამინისტრო კი არა. სოციალური საკითხების სამინისტროც არის და დევნილთა სამინისტროც არის ეს. ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს. ხდება მომავალი თაობის გენოციდი. ფაქტიურად ამ ვაქცინაციით, როდესაც აცხადებთ თქვენ, რომ მილიონზე მეტი ადამიანი აცერით, იმ ექსპერიმენტული ვაქცინით, რომლის შედეგებიც არ იცით, რა შეიძლება მოყვეს. ის შეიძლება გაყვეს თაობებს და მოწეს დაავადებული მომავალი თაობა. ამიტომ სანამ არ იქნება კვალიფიციური პასუხები, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ
გარდაცვალებულთა COVID სიებზე მიწერა. ჩაატარეთ ექსპერტიზა და დადგენილად გვითხარით რითია გარდაცვლილი. საქართველოში მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც სენაკში საკუთარი დედა არ დაკრძალა. ადამიანმა თვე-ნახევარი სანამ ექსპერტიზა არ ჩაუტარდა. ექსპერტიზის შედეგებს დღემდე არ ეუბნებიან ამ ოჯახს. თვეზე მეტი გავიდა. ჩვენ ოფიციალურად მოგმართეთ, პირადად მე მოგმართეთ, როდესაც ჩვენი ახლობელი, ჩვენი ორგანიზაციის წევრი მოხდა საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში და ოჯახი 2 დღის განმავლობაში აპარატზე შეერთებულ ადამიანს საავადმყოფოში ვერ პოულობდნენ. და შემდგომ აღმოჩნდა, რომ ადამიანს, რომელსაც COVID არ დაუდასტურდა, COVID რეანიმაციაში იწვა. რამოდენიმეჯერ გაუკეთდა ტესტი, არ დაუდგინდა COVID და ექიმების იქ განცხადება იყო, რომ აპარატზე როა შეერთებული, COVID არ გადაედებაო. COVID არ გადაედებაო. COVID რეანიმაციაზეა საუბარი. 40 დღის შემდეგ გარდაიცვალა ეს ადამიანი. ოჯახთან დაიწყეს გარკვეული მოლაპარაკებები, ფული გადასახდელი, თუ არ გინდა ფული გადაიხადო, მაშინ COVID-იანებს მივაწერთო. საკმაოდ მაღალი თანხა იყო და დათანხმდა ოჯახი. მე ხას უსვავ. გამოძიება რომ დაიწყეთ 1 წლის უკან, წელიწად ნახევრის უკან. სადაა პასუხები? სადაა პასუხები? აი დრო გჭირდებოდათ. რა დრო გჭირდებათ? იმისათვის რომ ეს დანაშაული გამოავლინოთ. კონკრეტულად ვიტყვი, ეს იყო ნიუ ჰოსპიტალში. როდესაც COVID საავადმყოფო გააკეთეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. რიცხების საჯირი კიდევ იყო მთელი რესპუბლიკური საავადმყოფო. დედა ქონდა ნატირებს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ახლაც ვერაა გამართული. იქ სადაც დააწვინა თქვენი საავადმყოფები. კიდევ უკეთეს გეტყვით, როდესაც COVID იწყებოდა 2020 წელს იანვარ-თებერვალში ინფექციურ საავადმყოფოში ექიმები მიტინგებს ატარებდნენ, გამოსვლები ჰქონდათ. ამორტიზირებულია შენობაო და ჯანდაცვის სამინისტრო სტატუსს უჩერებდა. სავენტილაციო სისტემები არ ჰქონდა ინფექციურ საავადმყოფოს. და პირველი შემთხვევა ყაზბეგიდან რომ გამოვაქცუნეთ და თბილისში ჩამოგვიყვანეთ ის ჩინელები, არ დაგვიწყებია ჩვენ. თქვენ ხო იცოდით რომ სასიკვდილო ვირუსი იყო? ხო იცოდით? ესე იგი მთელი თბილისი სასიკვდილოდ გაწირეთ? და დღეს რა მდგომარეობა ამ საავადმყოფოებში? რამე შეიცვალა? აი დაიხურა COVID სასტუმროები. უკეთესი მდგომარეობა არისო. მთავრობის სასახლის წინ COVID სასტუმრო დგას. კანცელარიის წინ. ტერაქტსაც ხო თქვენ? თუ ეს სასიკვდილო ვირუსია, ამის თანადღეში აგდებს ამ ხაზს, ხოცავს თურმე. აგვიხსენით ელემენტარულად. ესე იგი თქვენ სპეციალურად აკეთებთ იმას, რომ ქართველი ერი გაწყდეს. ან თვითონ COVID-ით, ან ვაქცინით. ერთიც კლავს და მეორეც უდ, მაგრამ მე ხაზს გაუსვავ. COVID ვინაც გადაიტანა. ქრონიკული დაავადებები მოუხსნა ხალხო. ანეკდოტია, ხო? გულსისხლთა დაავადებები, რომელიც პირველ ადგილზეა ხას უსვავ სიკვდილიანობის მაჩვენებლით. დედამიწის ზურგზე, გაეროში, შეგიძლიათ გაეროს გვერდზე შეხვიდეთ, იქ არის გამოქვეყნებული სიკვდილიანობის მაჩვენებლებით, აი დაავადებათა ჩამონათვალია. პირველ ადგილზე არის. გეკითხებით, რა ხდება ამასთან დაკავშირებით?
გეკეთებდი. ეს ჩუთია თარეკა მინისტრის დავალებით მოადგილემ წოწყოლაურმა რომელმაც გამოგვიცხადა პოეზია ფათი ორ შაბათს 11-დან 12 საათამდე შეხვდებიან მინისტრი და მისი მოადგილეები. ძალიან კარგი, აი ეს შედეგი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენ შევძლებთ დავუდგეთ ჩვენ ქვეყანას გვერდში და დავასრულოთ ეს საღლად ქცეული პანდემია. გეშინით ცირესა სამყსოსა. გეუბნებიას მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. იდება უფალს, მადლობა. ჩვენი შვილი არის სამედიცინო ინსტიტუტში მეორე კურსის სტუდენტი, სწავლობს ფარმაციაზე. სიმბოლური არის, რომ შარშან 29 ივლისს ჩვენს მეგობრებთან ერთად და სპეციალისტებთან ერთად აქ ვიყავით, აქ ვიდექით წელიწად ნახევრის უკან, როცა ქალბატონ ტიკარაძეს, ეკატერინე ტიკარაძეს შეუგზავნეთ 15 კითხვა და ამით დავიწყეთ პირბადებთან დაკავშირებით 15 კითხვა, რომელიც დღესაც არის პასუხგავიწყებელი. ამის მერე იმ დისტანციური სწავლება, რაც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სასწავლებლებში, მე როცა ესე იგი ვისმენდი როგორ ჯერ მარტო სწავლაზე არ არის, როგორ დანერვებდნენ ბავშვები ამ დისტანციური სწავლებამ, როგორ იმოქმედა მათ ფსიქოლოგიაზე. ბავშვები ფაქტიურად არც კი იცნობენ ერთმანეთს, ფაქტიურად მიზანმიმართულად ხდება ადამიანების დაშორება, ბავშვებს ერთმანეთში თითქოს რაღაცა შიში იჩნდებათ და იმ ურთიერთობის გაწყობა, ანუ ამ ვითომ პანდემიაში ძალიან ბევრი რამე არის ჩემი მეგობრებო ჩაქსოვილი. ეს არ არის მარტო ვირუსი, ეს არის ადამიანთა დაჩოქების, ვითომ ვირუსი რა თქმა უნდა, დაჩოქების, დამონების, დაცალკავების, ადამიანური ურთიერთობის, აი ყველაფერი ისეთი, რომ ჩვენ დავკარგოთ სიხალისე, სილაღე და ცხოვრების ხალისი და გადავერთოთ იმ ახალ სისტემაზე, რასაც ისინი გვთავაზობენ. მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და აქ ახლა იყვნენ გამოსულები სტუდენტები, ვიყავით მაგალითი, ჩემო შვილმა მოვცათ მაგალითი, როცა აქ იდგა შარშან, რომელიც არ ეყურება ლექტორებს, არც პირდაპირ არ იკეთებდა, ეპასუხებოდა კიდევაც გინდა დასწრებულზე, გინდა დაუსწრებელზე და მეც მქონდა ლექტორებთან შეპასუხება იმ მხრივ, რომ პირდაპირ პროპაგანდა მიდიოდა აი ამ დისტანციური სწავლებიდან, როცა სახში მე ჩემი უსმენდი და რამოდენიმეჯერ ვკითხე, თქვენი მოვალეობა რა არის ბავშვებს ასწავლეთ, თუ ამ შანქცინის და ამ პანდემიის მიმართ შიშით ჩაუნერგოთ. მე ვკითხულობ ჩატს, სადაც მაკითხებ ჩემი შვილი და ბავშვები არ აქვს ინფორმაცია ამ შანქცინის მიმართ და ძალიან ბევრი ახალგაზრდა და სტუდენტი უკვე აიცრა, ისე რომ მათ არ მიაწოდეს საპირისპირო ინფორმაცია, ასე რომ სტუდენტებს ვთხოვთ, მოუწოდეთ ჩემო მეგობრებო, 1 წელია და მეტი ამას ვიძახით ამ შესანიშნავ ადამიანებთან და ამ გუნდთან ერთად ჩვენ არ დაგვიკლია არც ლაიები, არც ქუჩა სიარული და ამ ყველაფერს თუ არ უნდათ ამათ დაასრულონ ეს პანდემია, ჩვენ უნდა მიეხმაროთ. სკოლის მასწავლებლები, მშობლები, სტუდენტები, სულხელა გთხოვთ, რომ გამოხვიდეთ 20 რიცხვში შაბათს 10 საათზე და შემდეგ 5 საათზე პარლამენტის შენობასთან და ამას ჩვენ თუ არ დაუსვით წერტილი, ესენი არ დაასრულებენ ვინაიდან, კვლავ ამბობენ მეხუთე ტალღას, მეექვსე ტალღას და ასე შემდეგ ეს იქნება უსასრულო და ამაში ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან დიდი როლი, უნდა შევიტანოთ და ბოლო ყველაფერზე დასასრული და იმედია ეს ჩვენი მოთხოვნა რა არის. არსებობენ კომპეტენტური ადამიანები და ხალხი ვითხოვთ, რომ ეს ორი განსხვავებული აზრი დასხდეს ერთად და ხალხმა მოისმინოს და ბოლო გავიგოთ სად არის სიმართლე. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. მოხდა შეხვედრა ეკატერინე ტიკარაძესთან, ამ ადამიანების მიმართ დღეს არიან და იყვნენ აქ წარმომადგენლები და ამ ყველაფერს მიაჩნდეს დასასრული. დიდი მადლობა.